Nino, დაყრუნდი და გაყუათ მეცნე. აუცილებლად ჩემ ბავშვებს და ნინო! შემოგთავაზეს ფოცხოეწერი, ლესიჭინე და აბაშის რაიონები და ის ჩვენ უთხარეთ რომ იქ ვინც არიან დევნილები ისინი უკან ბრუნდებიან აქ. არ არის საარსებო გარემო იქ, იმიტომ რომ აქ უმრავლესობას ფული არ აქვს სასვლელი. 5 თვით წინსწრებით აღებული აქვს კრედიტები. სამუშაო თვითონ მონახეს აქ. და სად წავიდნენ მის ხარ. ამიტომ უთხარით რომ შემოთო ვისაც თბილისში ჰქონდა რეგისტრაცია, ხო თბილისში მაინც რო დავეტოვები. ან შემოგარენში სადღაც. არ გააკეთეს და ასე აკეთებენ. ეს როდის უთხარით? ეხლა თუ რაღაც არა, მანამ მაშინც უთხარით. რომ ჩვენ სურვილის მიხედვით ჩვენ გვაქვს უფლება რომ ამოვირჩიოთ საქმის საცხოვრებელზე. როცა შემოთავაზება მოიტანეს. ეს როდის იყო? ერთი კვირის უკ. და რა თქვეს? არაო. რატომ? არ იქნებო, თბილისი გამორიცხულია. და თქვენ მხოლოდ სხვისი გადმოცემით იცით რომ არ არის ვარგის საცხოვრება. თვითონ ვიყავით. თქვენც იყავით? სად იყავით? ვიყავით ბაკურციხეში, ფოცხოეჭერში. ყველგან ჩამოვლილი მაგის ადგილები. და როგორია, ანუ როგორი პირობებია? საშინელება. აი მაგალითად საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს ხალხს. სკოლაში ვერ მიყავთ ბავშვები, სამედიცინო მომსახურება არ არის ახლოს. დაზღვეული არ არის არც ერთი დევნილი და სად დაგააკეთო? აი სამუშაო პირობები არის დაუშვათ რომ სამუშაო პირობები. აქ თქვენ რაზე მუშაობთ? რაზე მუშაობ, ტაქსაო. არ ვიცი საწავალ, რაც იქ. ნუ არ ვიცი, ქუჩაში სადმე წავალ და დავდგებით გარეთ. აბა რა. რატომ? არაფერი არ შემოგთავაზეს, მაგრამ სოფლებში და შემეტი არაფერი. და რატომ არ დაგმაყოფილებთ სოფლები? ნუ იმიტომ რომ არ გვინდა იქ წაშლა, რა უნდა ვაკეთო, რაც სამსახური არ არის, რაც პირობები არა, არაფერი არა, არ გვაწყობ. აქ მიჩვეული ვარ. ხო და გვირჩევნია ვიყოთ. იცით იქ რა პირობებია, რომ დაუშვათ ვერ შეძლებთ თავის რჩენას? ნახეთ, იცით რა არის სოფლებში? სოფლებში მე არ ვარ ნამყოფი და არ მინდა საერთოდ წასვლა. არც ვაპირებ, არ მინდა, იმიტომ რომ იქ არ მიცხოვრებია. დასასვენებლად კი ჩავდიოდი, მაგრამ საცხოვრებლად არ მინდა, იმიტომ რომ ის ჩემი წრე არ არის. მინდა ჩემ გაგრაში დაბრუნდე. გოგო მყავს 4 წლის ეპილეფსიანი და მეუბნებიან არ ვიცი სად მივყავხარო. ბავშვი დღეს ნაღამ გამეგუდა იმ ბენზინში. არ იცია სად მიყავარ, მაგრამ გარეშე დავიხშვი დღეს. არ ვიცი. და სოციალური დაცვის სამსახურისთვის არ მიგიმართა? როგორ არ მიმართავს, კიდევაც მიგვიმართავს, კიდევაც ყველაფერი, მაგრამ არ მოგძალ. არც იკადრეს რომ ელემენტარული მოსულა. იცოდნენ რომ დღეს გასახლებდნენ? მიხარია რომ მივარ აქედან. ეშენობა არის მერის. ქუჩაში ჩემოგანო, ასადა ქუჩაში. სად მივიქთ ახლა ეს ნიკა? ბატონო დავით. აქეთ ვარ.